ჩვენ არ ვეთანხმებით ამ კვლევას. ბერლინში იყო ჩატარებული ძალიან დიდი კონფერენცია, რომელშიც ყველა ქვეყანა დაადასტურა, რომ არის სერიოზული დარღვევები, სერიოზული პრობლემა თვითონ კვლევის ჩატარების მოდულებთან. და პირდაპირ თქვენც უფრო ადვილი რო იყოს, მე არ ვიხსნით. მე არ მაქვს რაღაც გარკვეული შეთქმულებების თეორიების მომხრე არ ვარ, მაგრამ შეუძლებელი არის და ნებისმიერ ექსპერტი თქვენ ამის გეტყვით, შეუძლებელი არის შედარება ქართული ენის და ინგლისური ენის. ამის შედარება არ შეიძლება, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა გრამატიკა აქვს ინგლისურ ენას, აბსოლუტურად სხვა გრამატიკა გააჩნია ქართულ ენას. შედარება ისე ჯალათურად ნაჯახურად ჩავართვათ და უთხრათ, რომ ენა და ინგლისურის და ქართულის ერთნაირია და ერთი მეთოდოლოგიით შევაფასოთ ინგლისური გრამატიკა და ერთი მეთოდოლოგიით შევაფასოთ ქართული გრამატიკა. მოდე ესე რომ ვთქვათ, არის სისულელე. ბერლინში ჩატარდა დიდი კონფერენცია, ეს მოხდა ნოემბერში, ზუსტად ყველა ქვეყანა იყო უკმაყოფილო, თუ რას გაკეთებთ, თქვენ ბიზნეს კვლევას. მაგალითად მოიყვანეთ ბიზნეს კვლევა. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი, როგორც ჩვენი კოლეგების დიდი ბრიტანეთიდან, როგორც ჩვენი კოლეგების გერმანიიდან, სინგაპურიდან და ასე შემდეგ, რომ მოვიდა დრო, რომ სახელმწიფოებმა თვითონ მიიღონ შიდა შეფასებით ესეთ კუთხის, იმიტომ რომ არ შეიძლება შევადაროთ ქართული ენა, ფრანგული ენას იგივე მოდელებით შევაფასოთ ქართული და ფრანგული, ან ნებისმიერ ჩინური და ინგლისური ერთ-ერთი მეთოდოლოგიით იმუშავოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ შიდა შეფასებებზე და შიდა ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა, როგორც გერმანია, საფრანგეთი და ასე შემდეგ და ჩვენი შეფასებებით დავიწყებთ ამის განხორციელებას.